ოჰო, შემდეგი ეპიზოდით დაგიბრუნდათ. ის მაგარი ნახტომია. ეს სოფლიო იყო. მარხვა. ავი, ინგალი. მოდელია. აი. არ მომეწონა რა. აი გუფთა რო იქნება რა. კარგად ვარიდებ. ზუმაც საკმაოდ ისე. შემდეგი სახინდოლე იყო. არაბის გემოარა და. იგი ერთი, ნე დავიგე. მოგესალმებით, ოჰო, შემდეგი ეპიზოდით დაგიბრუნდათ. დღეს გვაქვს ძალიან გემრიელი ეპიზოდი. მეგობრებო, დღეს დავაგემოვლებთ ხინკალს, დღეს გვექნება ხინგლის ეპიზოდი. რა თქმა უნდა, გამოვიძახეთ გლოვოდან და ავარჩეთ ის სახინკლები, ხო, ესე რომ ვთქვათ, ის რესტორნები, რომელიც ჩვენს ქალაქში იყო, ასე რომ ვთქვათ, პოპულარული და საგირო და კარგი სახელით. ირაკლი, რა გვექნება დღეს? შეიძლება სიტყვა გადაიბარე ირაკლი? მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს ხინგლის ეპიზოდია ის, როგორც გითხრათ, გითხრათ ბიჭებმა და დღეს შემოგთავაზებთ 4 საუკეთესო რესტორანს, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი იყო ჩვენს Facebook და YouTube გამოკითხვაში და ესენი არის ვაინ სტეფანი, ელდეპო, ჰაკერშორი და პაულანერი. მოკლედ შევუკვეთავთ ამ 4 რესტორნიდან და შემოგთავაზებთ ამ ეპიზოდში ხინგალს. ხო, არჩევანი იყო YouTube გვერდზე დავდებით პოსტად, თუ რა დაგვეგემოვნებია შემდეგ ეპიზოდში, ანუ დღევანდელ ეპიზოდში და ხალხთა უმრავლესობით გაიმარჯვა ხინკალმა და ეჭვიც არ მეფარებოდა. აიო, სამიმყოფებით შევახსენოთ მაყურებელს. ჩვენ მივყოფებით MP გალერეში. მადლობა იმ კარგ ხალხს და კარგ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან. შეგიძლიათ ნახოთ ლინკები, აღწერაში იქნება, ასევე ამონაცდება და ესტუმრეთ გადაიღეთ ულამაზესი ფოტოები, დააჯავშნეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რაც თავარია, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ლაიქები და კომენტარი. კი ბატონო. მოკლედ ყველა საინტერესო ეპიზოდი არის დარწმუნებული ვარ ყველა ქართველისთვის ხინკალი წმინდა რაღაცაა ჩვენთვის და მოკლედ ნახოთ რა. ზე შეგიძლიათ ჩვენი Facebook, TikTok და Instagram page-ები გამოიწეროთ, დებთ სახალისო ვიდეოებს, შარჟებს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს ისინებთ და ეხალისება თითოეული ვიდეო რა. ხო და მოკლედ კომენტარებში გვინდოდა დაეწერა საზოგადოებას თუ რომელი ხინკალი იყო ქუთაისში, ასე რომ ვთქვათ, პოპულარული, მაგრამ დიდი გამოხმაურება დიდად არ მოყოლია, თუმცა რაც დაიწერა, ასე რომ ვთქვათ, ამოვარჩიეთ ის რესტორნები, საიდანაც გამოვიძახებთ და დავაგებუნებთ რა. მოკლედ მეგობრებო, ერთადერთი სათხოვარი რაცა ყველაზე დიდი ჩვენთვის მეგობრებო. ჩვენ მეგობრები არიან, ძმაო. ყველაზე დიდი სათხოვარი რაც არის გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, დაალაიქეთ ჩვენი ვიდეო, აუცილებლად დაგვიქცეთ ჩვენი აზრი კომენტარებში და სარეზღილად კი არ დაგავიწყდეთ. მოკლედ, ხინკალი. ერთი დაგვავიშთა ბიჭებო. ჩვენო მაყურებლებო და სრულიად საქართველოს გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღესფერი ცოლების დღესასწაულია და თან ამ დღესაც დაემთხვა ეს ჩვენი გადაცემის ჩაწერა და გავარს დაეჭერეთ. ის მაგარი ნახტომია, ეს სოფლიო იყო. მარხვა. ავი ისე მაგიო შეგავას. ჯერ მარხვა. ჯერ ფერისვალოა, არ გვინდა. კვირასები ამოვთქვა ფერისვალოასო მარტო თევზი ჯამეთ. მაგში არ გვინდა. და ყვახი. ყვახი და ყვახი. ყვახი რა. ხილი. მე მაგარ ხო. არო. ხო მოკლედ სარეზგილაკი გავაქციონე რა. ყველას დიდი მადლობა, ვინც გამოგვიწერა, დაგვალაიქა, კომენტარი დაგვიწერა, უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს. ასევე კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ეს ყველაფერი გავიმეოროთ თქვენ სამეგობროში, საახლობლოში, გადააზიარეთ. ყველია გამოგვიწერეთ. გამოგვიწერეთ. უბრალოდ YouTube გვერდზე შორტებს ასაძვდებთ. შორტებს ასაძვდებთ. იგივე ვიდეოები იდება ჩვენს Instagram, TikTok და Facebook გვერდზე. YouTube-ზე იმდენად ხშირად ვერდებთ რა და ავდებთ და შეგიძლიათ ის საინტერესო ვიდეო არ დაგებული. YouTube-ზე ყურადღება მაგ მიმდინარეობს. გიორგიმ თქვა, აპენული არის ლინკებიო და იქ თან, სადაც Facebook, TikTok და Facebook ლინკი არის, აპენული იქ ასევე არის KISAG. არ ვიცი რა, თქვენ იცით, მე მგონი იმაყურებელმა იცის და თუ კი დაგაინტერესებთ ეს იდეა, ხო? ვინც გვიყურებთ ახლა ჩვენ მაყურებელო, შეგიძლიათ მოიქცეთ თანმიმდევრულად და გააყვეთ ყველაფერს იქ წერია და მადლობა წინასწარ. ასევე თუ კი გაქვთ ვინმე იმის სურვილი, რომ თანამშრომლობა გსურთ ჩვენთან, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკონტაქტოთ სოციალური ქსელებით თუ მაილის საშუალებით და ჩვენს გამომვალ ხაზზე აუცილებლად. შენ ჩემო მეგობარო, YouTube-ის კომენტარი რო დაგვიწერე იქ ხინგლის ეპიზოდზეო ერთიც არის გაყოფაო, მეო როგორი იქნებაო, ნუ რას უკაცრავად შემოგარგო. თითოს შეხვდება ერთ-ერთი მინიმუმ და დანარჩენი ნახოთ როგორაც მოგვეწონეთ. 4-ვე არის კალაფური ხინკალი, სტანდარტული, ანუ რამე საფირმო და რაღაცა ეგეთი არა რა.
სტანდარტულად ყველას ერთნაირი შეკვეთა მიცემული. კომენტარებში დაგვიწერეთ, თუ კი მოთხოვნა იქნება მაყურებლების მიერ, რომ მეორე ნაწილი ჩაგვწეროთ და გამოვხჩა რაღაცა დაწესებულებები, სადაც კარგი ხინკალი კეთდება. დაგვიწერეთ კომენტარებში და ჩვენ მეორე ნაწილსაც შემოგთავაზებთ. თუ რა თქმა უნდა გამოხმაურება მოყვება. მოგეთ ვაინშტეფანი მოვიდა პირველი რა. ვაინშტეფანიდან გამოვიძახეთ რა პირველი და ხინკალი. მოკლედ. დაიჭერე. იმაზე ვფიქრობ ტვინი გადართული. რომელი საათი ახლა დაახლოებით ნახე ზამით. 11:09 დაახლოებით გადაცემას რო ვწერთ და გლოვოდა გვინდოდა შეკვეთა. პაულანელის საერთოდ არიძებნება გლოვოზე და ჰაკერფშორი დაკეტილი გვაქვს დელივერიო და რა 11:09-ია საფხულია და ლოცველი რა ვიცი ხო არის მოგეთ ვაინშტეფანი მოვიდა რა პირველი. ხოდა ვაინშტეფანს დავაგეუნე. მე მომგენეს შელიო ბიჭი. აჰა შვენიერი. ასო შემოვადრია ხინკალი მომენა. თუ გამოიჩნდება მე კადრში ას. აი. მე არის. აჰა. მიდი. აუ. გამოძახება ხო რა? აუ, ის გაიხავე. მე ისე აი, დევიდანჯე. გახეული ჯამეში. მე ჩახედე და ისე მაცა. ესეო. ვაინ. ვიზუალი რა ვიცი, აი ბელდებითა. აუ, გეიფთხნაივა. არ მომეწუნა რა. ჯონეს ცოტა გონეს. ჩაფიქრე. რა დავფიქრე, არ მომეწონა და რაღაცა გემო, ბიჭო, იმას რა ქვია? ხო, რაღაცა გემო ხო, რაღაცა მორზეო. რა აი ხო, რაღაცა დახვდა ეგეთი გემო ხო და იჯერე. რაღაცა ვერ გავიგე. არ მომეწონა. წვენს შემთხვევით ის ცხიმის გემო რა, რას უნდა ქონდეს? წყალი იყო რა, შენ წყალ-წყალა. აი რაღაცას რო ჩაგდე, ანუ რაღაცას რო ძალით რო ხო, რომ ეგ ბევრი ცხიმი ქონდეს, ბულიონი, ხო იცი? და რაღაცას რო გადაყავს მის გემოზე ისა, მე ხორცის გემო უნდა არ გავიგე. მე მეორეს არ არა, მაინტერესებს просто. და ხორს აქვს კიდე აი განაერი სტრუქტურა აქვს, იცი? ის კი არა, პირში მოყვება კი არა, ეგრე რაღაცა ხო ხდები რა, პირის რა ქვია აპარატისთვის. აი გუფთა რო იქნება და რო დაშლი ისე არის. და ის გემო კიდე არ ვიცი. დაიჭირე ირაკლი. რაღაცა გემო დააგრავს კი. ხო, ეს რაღაცა შედენერი გემო აქვს. გადახარშული რო არის, ნამეტანი, ხო იცი? და რაღაცა უკვე რო ჩილავდება, რაღაცა იმათ ცუდად, რაღაცა ეგრე. რაღაცა იმაგნარის დაბეჭდილებას ვიქნეს. აი, შევაფასო. გადახარშული ხორცი რო არის. ესეთი ხინკალი არ ვიცი. მე სამი ქულა ჩემთვის. ხო, დანარჩენი ხინკალი როგორები იქნება, არ ვიცი, მაგრამ როგორც ესეთი გასხი რა. რა უთქვა, არ ვიცი. აჰა, შემაპარე. 4. აი, მე 5 დავძენ მაგალითად. 3, 4, 5. სამი ქულა, ჩემთვის ხო სამი ქულა. მე არ მომეწონა, ვაფშე არ მომეწონა. პირველ უკმაზე მეთქი რაღაცა მომეჩვენა თქო და რაღაც, მაგრამ არა რა, იმე. ასეთი გემოს ხინკალი მე არ მაქვს ნაჭა. და ვიდეო შემდეგზე, ან ჯობია შემდეგს გადავიდეთ, ხო? აი, არ ვიცი რა ფერ შევაფას. მოკლედ, ცომი ნორმალურია მართლა. შენით წვენი იყო, ან წვენი არა და რაღაცა ვერ დავაბრალეთ, მაგრამ ხორცის გემო მე პირადად არ მომეწონა რა. რაღაც სხვა გემოა. ჩემი რავი, გემოს რეცეპტორი თუ როცა ხშირად ვიყენებ ჩვენ მაგ სიტყვას, ჩემი გემოს რეცეპტორისთვის ეს ხინკალი არის ანუ არაფერი არ მომწონს რა. შეხედე, ახლა სხვა დამიტოვა რაღაცა ხო, მე რაღაცა დამიმძიმა იმენა პირი რა, რასაც ქვია. და ვაფშე ჯوان ახლა იგი გამოძახებულია და ვაფასებ თავისთავად გამოძახებულის თაშერარებით როგორაც ამარა. რეალურად ახლა ხილი მოვიდა. დავიჯერო ადგილზე რომ მივიდეთ, ვაფშე სხვა რაღაცი რა დავხდე. ანუ არ ახლა ეგ სხვა არის, კაცო, მაგრამ რაცა, ანუ ხო არის, მიტო აქ ამას დელივერის ფუნქცია რომ სახში რომ მოგივა, გინდა კაი რო ჭამო, ხო, ახლა რაღაც ვიღაცას კომფორტი უნდა, ვიღაცას გასვლა არ უნდა და ეს ხინკალი არ მე ფიქრობ არ მოეწონება, რა ვიცი მე. მოკლედ, ცომი გიორგი როგორ არის თქვა? კაი ცომია, მართლა, არც ხელი, საშუალო კარგად რო აიღებ ხელში. ზომაც საკმაოდ მისაღებთ, ხო? კაი არის. წვენი ჩემთვის იყო როგორ იცი? წყალი რა, ბულიონი ცხიმზე უნდა მოქონდეს და ისეთი არა და თან ცოტა ჩემთვის. და ხორცი როგორც თქვი რაღაც გადახარშული ვითაა რაღაც და ბოლოში ახლა რომ შევჭამე ხო და რო აღარ გამისინჯავს მეტი, რაღაცა გემო დამიტოვა და არ ვიცი რის. ქონის გემო, ბიჭო. ქონს კიდე რაღაცა ქონის გემო, ხო, არ ვიცი. მოკლედ მე 3, შენ 4 ხო? და შენ 5. ხო, რა ვიცი.
ელდეპო არის მეორე. ხო, ელდეპო ჩვენ. აი გავწიოთ ეს. შემდეგი სახინკლე იყო ელდეპო. ესეც ელდეპო. ვიღაცა მირეკავს. ვინა? აი, ალო. დია. კეთილი მოგვალთ აუცილებლად. კარგით, მადლობა. ჰაკერიდან იყო. და უცე. აი, ესა ელდეპო. ელდეპო მაინტერესებს ყველაზე მეტად. იმიტომ რომ ძალიან ბევრი წელი არის. რამდენი წელი არის რო არ გახსნილი რა? ხო, რაღაც მიზეზების გამო უბრალოდ არ მიჭამია кайხანი. ხო, და ზომა იგივენაა პატარა. არა, ცუდ, კაი ზომა. პატარა, შიშო. რატოა, პატარა, შემაზე ნორმალური ზომა. კაი, გადავიღოთ და ხელი არის. ესა ზომა რა. მოძვერი იგივე. ხელი არის ესე. ზომა. ხელი. პრობლემა გვაქვს, მაო კამპიუტერში კაი ხინკალის გაგეძების რა. არაბის გემო არა და იმას ანუ ვაინ სტეფან წენას რომ გავსიჯეთ რაღაცის გემო ქონდა, ნუ ცუდი თუ კაი სხვა თემა. ხო, რაღაც ამას არაბის გემო არა ჩემს. მაგ კუჭ შევჭამდა მენეგერ. კუჭი რა თქინდა ბიჭო, კუჭი მაგ ხინკალის მედი რა. ნუ კუჭ. ვინდი კუჭი ხორც რომ ეს და კუჭი ჯამიგინა და გემოს გეიგებ კარგად შეაფასებ. არა, შევაფასოთ რა. გემო არა. ნუ რატომ ანუ ვერ გავწენა დროს და ვერ ვეთქვი რა ამაზე. მინდა 2, 3, 4 შემეჭამა რომ მომწონებოდა და ის მეორესაც ჭა? ბიჭო ერთი ნო ვერ გევიგე. არ მართლა. მე გავიგე. მე არ მომეწონა. ჩემთვის პირადად, ნუ ვაინშტეფანისა ჯობია. წვენი ნაკლები ქონდა იმას ბევრი ქონდა, მაგრამ როგორც აღნიშნეთ, თავისი გემოებიდან გამომდინარე, ნუ ხო. ამას ცოტა წვენი ქონდა. წვენს იმდენად გემო არ ქონდა. რაღაც თითქოს დამიტოვა შეუკმაზრავი შტაბეშტილიო, მაგრამ ერთიანობაში ახლა ეს რო ვჭამ. წინასთან შედარებით უმეწონა მაგალითად. და წინას რადგან დავწერე მე 5 ქულა, ახლა ამას იმაზე ნაკლებს მე ვერ დავწერე, მიჭებოდა. 6 დავწერე ამას. ხო, ანუ ყველას ჩვენი ისა გვაქვს გემოს ახლა. ბიჭო, გემო არ ქონდა არაფრის. არაფრის გემო არ ანუ ქონდა. თვითონ ხორც ერთადერთი რა გემოს წამოიღო, იყო მომლაშო გემო. ჩემთვის და ახლა რა ვიცი. წიწაკ ამას არ ქონდა, საკმაზე ამას არ ქონდა, სუნელი ამას არ ქონდა და ხოთუ აბა 6 ქულა რა. გემოში ახლა ის რო გავსინჯერე, რო დამიტოვა რაღაცა რძის გემო, პირში და რომ გონია ახლა საქონელი მიყმულის პირში, ამაში აბსოლუტურად. შეხედე რანაირ რაღაცა არის, მე მირჩევნია, ჩემთვის პირადად რანაირ რაღაცა, იცი? მირჩევნია გავსინჯო რაღაცა ერთი ლუკმა და იყოს ცუდი და აღარ გავაგზავნო, ვიდე არაფერს გემო არ ქონდეს და მიტოვებდეს იმისი რომ კიდე იქნება გემო წამოიღო თქო. ის ბოლო გავსინჯე, ცუდი იყო, აღარ გავსინჯე მეტი, ხო? ხო, ანუ ზომა ვაინშტეფანთან შედარებით პატარა შედარებით. სომი უფრო თხელია, მაგრამ ხო ახლა ნუ ხო შედარი ძალიან უდნავ რა, მაგრამ გემო არაფრის არ აქვს საერთოდ. არის გუფთის ხორცი. აი გააცმაო და ისი მომლაშო გემო ჩემთვის მე არ მომეწონა. აი ამასაც სამკულას უწერი. ერთი სისტემაში იყო ახლა ვაინშტეფანში და მე ვერ დავწერდი იგივე. ხო, ბაზარი არა, კაცო. ჩემთვის ეს ხინკალი მეორე რომ გავსინჯე, იმიტომ გავსინჯე რომ მაინტერესებდა იგივენაირი სტრუქტურა იქნებოდა თუ არა ხორცს და ხორცი შინით რომ ჩაგვიჭე, ჭრაჭუნი გაქონდა. იმენა რანაირი თანცი, მართლა ჭრაჭუნი იყო. იწელებოდა რა, იქით-აქეთ გადიოდა. არ ვიცი. გემო არ ქონდა. თუ საერთოდ ხინკლის ისა შეგთავსი, ხეჭვადი უნდა იყოს რა. ხო, მაგრამ შეიძლება ცოტა ისეთი რა. გადიოდა პლასტელინებით. ხო, მე მაგას იშლება, ხო, რაღაცა იშლებოდა რა და რო ჩაკბეჭდი იშლებოდა. ეს ვიდეო ასაკიანია რა, ელდეპო ეგე. ელდეპო კი არა, ეს არ უნდა იყოს ასო თუ არ მოგწონს, არ მოგწონს რა. ერთ ჩულებრი მოხარებელი ვარ მე ეს რა. ტეხს. თქვი, შენ ქულა რა. მე თქვი რა ვქნა. 3 ქულა დავზერე. ან მეგობრებო, გავიქცევ და ხაკერში ჩვენ მივვალთ, მოვიტანთ ხინკას და ჩავერთვებით ჩემი. შემდეგი მეგობრებო, პაულანერი მოვიტანეთ. დავაგემოვნოთ. აბა წავიდე პაულანერი. ნიევა. ხო, იმის კვალობაზე რომ ჩვენ ვიყავით წასული მოსატანად,აცი იქნება რა თქმა უნდა. ეს ვიზუალი. აგი პატარა ეს. ნელა. ჩემი გადაარჩა, მაგრამ 3 გავხილი. არ მაგაში არ დაკარგულა, ეგ წყალი. წყალი. იმათ ჯობია ეს. მე შოვია ვინ. მეორე გავსინჯო ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ცოტა რაღაც დავიჭირი. ბიჭო, რატომ უნდა განსხვავდებოდეს იგივე ერთად მოხარშული ხინკალი ერთო შეჭამდა მეორე სხვა? აუ, ეგი რა, ეგეო. ის აი, ეგ კუთხეშია. არა, მიჭამას აზი რა ვეიხო.
აი. წინებს აჯობა ორივეს. ამას დავწერდი თავისუფლად ჩემი გემოვნებით. კაი 7 ქულა არის. რახან ორი გავსინჯე. ანუ ვაინშტეფანისას და ილდეპოსას აჯობა რა, მართლა. ცოტა პატარა არის ეს იმათან შედარებით. ხო და ცომი ნორმალური იყო, არც ხელი, არც ხელი. უბრალოდ ანუ იმაჯობდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ძალიან მაგარი იყო. ოდნავ უკეთესი გემო წამოიღოს სანელებლის რა. თორე ხორცი დიდად არ მომეწონა, ვერ მოვიხიბლე, იმიტომ რომ როგორი ხო იცი, ასე შეკრული იყო და არ ვიცი შეკრული რატო არის ცომი. უნდა მოდიოდეს სახინკარს ოჩაკბეჭ, თავის წვენთან ერთად უნდა მოდიოდეს. ხეჭვადიც უნდა იყოს და ანუ არ ძალიან დაშლილი არ უნდა იყოს აქ მარტი მომრავლებად, მაგრამ შეკრულიც არ უნდა იყოს, როგორც ვიცი რა. ნუ დავმას დავწერდი ალბათ 6 ქულას რა, იმათან შედარებით იჭმევა რა, ჩემთვის. იმათან შედარებით გაცილებით კარგი იყო, იმიტომ რომ ისინი მე ძალიან არ მომეწონა. მაგრამ ეს კარგი არ იყო. კარგი არ ქვია ამას. იმათან შედარებით კარგია, მაგრამ როგორც ესეთი ხინკალი, კარგი არაა ეს. რაღაცა ნორმალურთან ახლოს რო არის ეგეთია რა. არის თლად ნორმალური არაა ჩემთვის. ანუ საკმაზის გემო არის ძალიან რა და რატო არის ძალიან ვერ გავიგე, ანუ ძალიან ჭარბობს ჩემთვის გემოში. ფარავს რაღაცა. ხო, რაღაცა ფარავს და არ ვიცი რატო. მაგრამ ვაინშტეფანს და ილდეპოს მილიარდ თავით მიჩემნი, ამაზე ორი აზრი არა. აი, დავწერდი 5 ქულას რა. 5 ვერე. ხო, ნუ მე დავწერე 6 რა. მაგრამ ძალიან ეხავს, რომ საქართველოში ნეგინ, ანუ რას ვამბიცი? ქუთაისი აიღეთ, თბილისი აიღეთ, სადაც არ უნდა აიღოს, საქართველოში. როგორ შეიძლება არ გაკეთდეს? უბრალოდ კარგი ღიმართ ამის გამო, იმიტომ რომ ჩვენია, ხო, ჩვენი კულტურის ნაწილია და ყველა კუთხეში მე ვფიქრობ, კარგი ხინკალი უნდა კეთდებოდეს. ჩემი აზრით არა, აიღე. საქართველოში როგორ შეიძლება ხინკალი ვერ გაკეთდეს? ჩვენია, ხო? არა, რაღაცა შეიძლება იყოს, კაი, მაგრამ მე ვამბობ, ყველა კუთხეში უნდა კეთდებოდეს ხინკალი, როგორც ნაციონალური კერძი არის, უნდა კეთდებოდეს კარგი ხინკალი რა. არა, მნიშვნელობა. ხო და ქუთაისში ძალიან დეფიციტი გვაქვს, ახლა თბილისში არ ვიცი მართლა სადა როგორ. მაგრამ ქუთაისში კარგი ხინკლის დეფიციტი გვაქვს და ძალიან ტეხავს რა და ზოგადად ნებისმიერ ქალაქში, რაიონში, კუთხეში, მაგრამ გატეხავს, რომ საქართველოში კარგი ხინკალი ვერ ჭამს. ეს არის სიცხვი ჩემი აზრით. ქუთაისში იმ დონეზე ვართ უკვე ჩვენ და იმ ზომებზე ვართ მისული, რომ აი ცენტრალური ქალაქის ტერიტორიაზე რა ქუთაისში ხინკლის დაგეონების სურვილი მე დაკარგული ვარ მობილადად რა, სიმართლე თუ გაინტერესებთ რა. იქიდან გამომდინარე რომ აი ვერცერთ აი იმ დიდ დაწესებულებებში რა, რაც ცენტრალურ უბნებში არის, ხო, ხინკალს კარგს ვერ შეჭამთ. ჩემი აზრი ესაა რა. No problem. ყოფილა შემთხვევა მაგალითად, რომელიღაც სახინკლებში ყოფილა თუ რესტორნებში იქნება, ყოფილა რაღაც შემთხვევა რომ მაგალითად მოგწონებია იმ დღეს, აი ყოფილა მე რომ ისურა სხვა დროს ვაფშე ხო, სწორია, ხო, სწორსამოს. რაღაცას ანუ თუ გააკეთებთ, უნდა იყოს ან კარგი უნდა იყოს ყოველთვის ხო, აბა ხან კაი იყოს და მე ცუდი იყოს, ნუ ჩემთვის მისაღები არა, ეგ და ეგეთ შემთხვევაში სამეოს გქონია მაგალითად. ძალიან ისეთია, ბიჭო, მტერი არის რა. თავარია გაზრდა. მტერივითაა შემოსეული ის მიდგომა, რომ სადღაც ახალი დაწესებულება იხსნება, მიხვალ პირველ დღეს, მიხვალ ერთი თვის განმავლობაში დაუშვათ, ჭამ რაღაცას გემრიელს, მიხვალ მეორე თვეში, აუ აღარ ვარ და გაფუჭდა. ვიღაცა იტყვის მაგი იმიტომ არის, რომ ფსიქოლოგია შეეშვია ხალხი გემოს, რანაირად შეეშვია გემო გვაქვს პირში გასო და გზნობთ რა არის, ცუდი და რა არის. კაი ვარჩევთ ხალხი და რატო თუ ერთი თვის განმავლობაში კაი იყო დაუშვათ, ხო თავიდან კაი იყო, მერე გააფუჭეს. ეს არის რა უცვლელი და უჟანგელი ფრაზა რა. მაგაზე გამახსენდა ახლა. რამდენი წლის განმავლობაში, რამდენი წელი ახლა ჩვენ ჭამთ, როცა ჩავდივართ თბილისში ფრაიბურგის შაურმას. რატო 200 დროს არ ყოფილა ცუდი? სულ კაია, ხო? სულ კაი არის ეგ. არა, ხო, ანუ მე ეგეთი საკვები ობიექტი არ მინახია რა, საქართველოში, რომ როცა არ უნდა მიხვიდე სულ კაია. როცა ვაკეთებთ, გავაკეთოთ და მივყვეთ იმ სტაბილურობას. მე უმისმენია, რომ ასე გას ყველაფერი, კაი, თუ გააკეთე, მე მაგხელა მოგება კი არა. ტეხავს ახლა აღარ გავაგრძელებთ ამ თემაზე, უბრალოდ ეგეთი მიდგომა ტეხავს. ნაკლები მოგება, მეტი მოგება, თუ აკეთებ, გააკეთე და მიყევი სტაბილურად. მოვალ დღეს, კაი ვჭა, მოვალ ხვალ და გლახავჭა, ვერც რეკომენდაციას გავუწევ. დაუშვათ ჩემს მეგობარს, ნათესავს თუ ვინც იქნება, ვერ გავუწევ, მივა და მე შემომიტრიალდება რა მაჭავე, რა გამასინჯეო. ტეხავს რა, ცხოვრობთ ხალხი ამ ქალაქში და გვინდა იყოს კარგი. ეგაა და ეგ. ჩვენი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ძალისღილა კი გააქტიურეთ, ვიდეო დალაიქეთ და თქვენი აზრი დაგვიფიქსიროთ კომენტარებში, რაც აი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც.
სხვა სახინკლები, რესტორნები, რომლიდანაც ну არ გამოგვიძახებია ხა, იმიტომ რომ ნაკლებად ცნობილი იყო და შეიძლება იყოს ისეთი ადგილი თქვენთვის და ჩვენ არ ვიცოდეთ, რომ შეიძლება ის ნაკლებად ცნობილის რომელი ადგილისა უფრო მაგარი ხინკალი კეთებოდეს და კაი კეთებოდეს და ვიდრე ხა დღეს რასაც ვაგემოვნებთ. მოკლედ შემდეგი სახინკლი არის ჰაკერშორიდანაც გოლი მიიტანა. ბარსელონამ გაიტანა ალ-ახლის ორი ერთი. აისასთან და ხო, ჰაკერშორიდან მოვიტანეთ ხინკალი გამოძახების სერვისი, ხო, არ ქონდა თუ როგორ იყო თუ დაკეტილი. პაულანეს არ ხო არა აქ და მაგას 10 საათზე გათიშენ, მეგონი დელივერის ლემა. ხო, არ ვიცი გლობალ-ვოლტი გათიშის რა. ხო, და ჩვენი ვიყავით წასული მოვიტანეთ რა და მოკლედ ჰაკერშორის ხინკალი შემოგთავაზებთ ხალაფურსაც თქო. შემდეგი ხინკალი არის ჰაკერშორის, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ. ოპა, აი რა სკელი, აი წუწეთ. რატომ ეს მოიხევ? ესეც ვიზუალი. წარიალ თუ მედავაჯიქი მაინც და მაინც ძაგას. არა, ამი ჩემთვის მედავაჯიქი ზევინა. აუ. ო, აფრიდოა. ცხარი მან. ერთი მინაგინე. ჩვენი არა ბევრი. აი გასაგვი არა აცივი. არა აცივი თბილი. წამიერი სიცხარე ქონა, გამყოლი არა. თქვენ შეაფასეთ და მე შემოგიერთეთ. ეს ხინკალი. აი დანარჩენები რაც გავსინჯეთ, იმათზე მეტად მწარი არის. ყველაზე მწარი ესაა. ვაფშე რა, შემოწა ვაფშე. აი ეს ხარ. ნახო არა, აუ ჩემი რა ის არა. შემოვარტყი რა, ორ არაა, ხარია. აი ორივე ხინკალია. მე არ შემოხედრია. ორი ცალი შევჯამე მეს და ავი ცხარი არ შემოხედრია. მაშინ ცუდი. ახლა შეგვწამა და მოიც შევიდო ცხარია და შენ ორი ან ოთხი ხიჭავე ცხარია და შენ არ შეგვდა და სხვადასხვა ხორცია გამაშინა. მე რა ვიცი. სითხემი გამოგვიზავ რაღაცა გააგეთ. რა მაგათ ჩაგვე. არა, მაგალები ვჭიდა. თემატურად დავაჯინეთ რა. აი. აი გეგემო. გამჭექა. სანამ შეფასებაზე გადავალ, გთხოვთ გამოგვიწეროთ, დაგვალაიქოთ, ზარისღილად გააქტიუროთ, პიტინასთან მადლობას გიხდით რა, დაგვიწერეთ კომენტარებში, რამდენად მოგეწონათ, როგორ მოგეწონათ დღევანდელი გადაცემა, ხინკლის თემა. ასევე სამომავლოდ შეგიძლიათ მივიღოთ თქვენი რჩევები, გავითვალისწინოთ და უკეთესი გადაცემები და კონტენტი შემოგთავაზოთ. ხო, რაც შეეხება ჰაკერშორს, ცომი იყო საკმაოდ სქელი. დელივერზე რომ იდის ხინკალი, ცომი არის შედარებით სქელი. ასე გვითხრეს ჩვენს და წინებს არ ქონდათ გათვალისწინება რა ეგ. ამას ქონდათ. შედარებით სქელი ცომია, ეს იმიტომ რომ ტრანსპორტირება მოხდეს ნორმალურად რა. ხორცი იყო შეკრული, ძირითადად ერთ მასად იყო ერთად. თბილი იყო, ცივი და ცხელი არ იყო. წვენი დამაკლდა. საერთოდ არ შეხვედრია ცხარი. მოკლედ, პაულანის დამას რაღაცა თითქოს ერთად გავიყვან და 6 გოლას დავწერდი ჩემი შეფასება ეგეთია. ზემოდაც სქელი. მე სქელი ცომი მიყვარს მაგათ. მე კუჭო რაღაც მომენტში კაი არის. კი, მაგრამ რაღაც მომენტში მაგალითად არ დისორდა. არა. მე გოზი კუჭე. წვენი როგორც ასეთი რა, არ ქონდა, არ ვიცი ახლა ცხელი და ახალი გამოტანილი, გორდონი დარიყავთ რა იქნებოდა. თბილიც არ იყო, სიცივისკენაა გადასული რა, უკვე ისე არის და მაგიდან გამომდინარე, შეიძლება ისედაც არ ქონდა წვენი, არ ვიცი ეგ. გემოროგით რა ცოტა მეცხარა, მაგრამ ცუდი არ იყო. 6 გოლას დაუწერთ. 6 გოლას დაუწერთ. რაღაც წამიერად მომენტებში ქონდა ძალიან სიცხარი ჩემთვის. ანუ გაცხარდებოდა, მე გადადიოდა, მე ცხარდებოდა. ეგ არ დამევას, არ მომეწონა. ძალიან უცნაურია. ხო და ამიტომ თავიდან ერთ გემოში გამყავდა ეს და პაულანერი, მაგრამ რადგან მე ცხარი არ მიყვარს და ჩემთვის დისკომფორტი იყო ხა ეს გემო, ამიტომ ამას დავწერდი 6 გოლას. ცომი მაგალითად ჩემთვის კაი იყო. მე მიყვარს ახლა ესეთი ცომის სტრუქტურა. 6. ეს არის www.3-6-იანი. შეცემსაზე? აუ, საბოლოო ჯამში მაინც მოდი რომ არ აგვერიოს, გაიმარჯვა პაულანი. რა? ამაიო. 7-6 არის და 6, ხო, 6. ერთად გავიდა რა, ასე პაულანელი და ჰაკერშორი ერთ თემაში გატარდა რა.
მაგრამ ადგილზე რომ მიჯამია ხაკებს შორში იყო თუ გინდა ბაუნანერში გაცილებით კარგი მიჯამია. ხო, რა იმედები გამისრუდა სიმართლე თუ გაინტერესებს. რომელი? და გამოძახებულის დროს ორივემ გამისრვა იმედი. ანუ ამორისგან გაცილებით მეტი იმედი მქონდა ვიდრე ვანშტეფანისგან და ელდებოსგან. ახლა რა უნდა გააკეთო ბოდიში იცი რა უნდა შეწვა ხა ორივე. რომელი აჯობებს მე გაიგებს ცივი და გაადგზეთი. მიდი. თუ ვინმე მიცით, ჩვენო მაყურებლებო, ქუთაისში სადმე თუ კეთდება ცხვრის ხინკალი, დაგვიწერეთ კომენტარებში. მე ვერსად ვერ მივაგენი და დიდი სურვილი მაქვს რომ დავაგემოვნო რა. როგორც ამბობენ, საერთოდ ცხვრის ხინკალი არის ორიგინალი ხინკალიო რა, ასე რომ ვთქვა და მე მოდის ძროხის და მე შერეული და რაღაცეები რა და ცხვრის ხინკალის დაგემოვნება გვინდა ბიჭებს და ქუთაისში თუ კი ვინმე მიცით სადაც კეთდება, ვესტუმრები დაუცილებლად იმ ადგილს რა. და შეიძლება ბლოგიც კი ჩავწეროთ. თქვენ არ გათხოვთ მოღავი? ძალიან ბევრი რაღაცის მოღავი მაქვს მე და ყველაფერი დამოკიდებული არის მაყურებელზე და ყველაფერი დამოკიდებული არის აი პოტენციურ იმ კომპანიაზე რომელიც ჩვენთან თანამშრომლობას დაიჭერს. ძალიან ბევრი კარგი იდეა გვაქვს, უბრალოდ განხორციელებაში ვერ მოყვავს იქიდან გამომდინარე რომ უამრავი რაღაცა არის საჭირო ამისათვის. დამიწერდით რომ ვიყვეთ რა. ამისათვის ვჭირდება რა თქმა უნდა ის თუნდაც ერთჯერადი იქნება თუ მრავალჯერადი თანამშრომლობა ნებისმიერ კომპანიასთან, რა თქმა უნდა მოილაპარაკოთ შევთანხმდეთ ერთმანეთს და დაგვიკავშირეთ, მოკლედ თუ კი სურვილი გექნება ჩვენთან ითანამშრომლოთ და იმის დამიხედვით უკეთეს კონტენტს შემოგთავაზებთ, უკეთეს ხარისხს შემოგთავაზებთ და უკეთესი იქნება მოკლედ ჩვენი ვიდეოები და თქვენც როგორც პოტენციურ მაყურებელს გესიამოვნებათ მოკლედ რა. საბოლოო ჯამში ერთიანობაში რომ შევაფასოთ დღევანდელი გადაცემა და ხინკლის მიმართულება ქუთაისში და ჩვენს ქალაქში კარგი ხინკალი არ კეთდება. რაოდენ სუდი გასაგები წავნა იყოს არ კეთდება და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს კარგი ხინკალი გააკეთეს, ჩვენს გემრიელად მივირთმევთ, მადლობასაც გადაგიხდით, ვინც გააკეთებს და ასე შემდეგ. რამდენი თუ სახა ამის რა არაფერი არ მოწონდა. არაფერი ახლა რა გინდა? შეხედეთ ბურგერი იყო, შაურმა ხინკალი. კაი. რა გინდა, რო ქნახსიმატე სიმართ ლეგია. ხო, მე ჩვენო ლამაზო, ძვირფასო, პოტენციურო მაყურებელო, გამოგვიწერე და გვალაიქე. ზარისღილაკი გააქტიურე, კომენტარში დაგვიწერე რამდენად მოგეწონათ დღევანდელი გადაცემა. შემდეგი რაზე იყოს, წინაზე მოგახსენეთ, გავითვალისწინებთ და დიდ მადლობას გიხდით ასევე გულთბილი კომენტარებისა თუ გამომწერისა თუ დალაიქებისთვის რა. ხო, ხინკალს ლუდი უხდება, თუ კი ვინმეს რაიმე სურვილი გაქვთ, ლუდთან დაკავშირებით, აქა ვართ. და სადღეგრძელებსაც ჩამოყალიბეთ. თარუებს ნივთები უხდება, კი ბატონო. კედელს კაი ლოგოს უხდება. ძალიან ბევრი რაღაც არის საჭირო გოგებო რა. ჩვენ მოვიხდენთ, თავარია იყოთ. შემდეგ გადაცემა. კარგად უნდაებით.